რამე ხომ არ გჭირდება? მერტ. გისმენ დედა? გუშინ ჯენგისთან ერთად ახალგაზრდა კაცი იყო მოსული გახსოვს? ო დედა, მისი მეგობარი იყო. რა ქვია? არ ვიცი, უფრო სწორად არ მახსოვს. ო, ეზელი. ეზელი. იცით რა ჰქვია იმას, რასაც თქვენ აკეთებთ? თვითმკვლელობა. არ გითანხმებით. რამდენ ხანს უნდა დავუმალოთ თქვენს დას? არასოდეს ვეტყვი. აღარც მე გავიფუჭებ ამის გამოხასიათს და არც მას ვანერვიულებ. აუცილებელია ისევ მკურნალობის დაწყება. წინა კურსმა ვერ გიშველათ, თუმცა ხელის ჩაქნევა არ შეიძლება. კიდევ რომ ვერ მიშველოს? არ მინდა დარჩენილი ცხოვრება საავადმყოფოს პალატაში გავატარო. სიცოცხლე თუ არ გინდათ, როგორ უნდა დაგეხმაროთ? პირიქით. სიცოცხლე მინდა. მინდა ბედნიერი ვიყო. სასწაული მოხდება. აი ნახავთ. დროის დაკარგვა არ შეიძლება, ბახარ. ვიცი. ბახარ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ექიმო. რას აპირებთ? რაც არასდროს გამიკეთებია. ხო, ვაპირებ გავაკეთო ის, რაც არასდროს გამიკეთებია. ჯერ არ ვიცი, თქვათ, ავდგები და ვინმე შევიყვარებ. ის გოგო ავა და ეზელ. მალე მოკვდება. შენ გაწირავ მათ, ვინც შენ გაგწირა, მოატყუებ მათ, ვინც შენ მოგატყუა. ეს გასაგებია, მაგრამ ისინი ვისაც არაფერი დაუშავებია. ფიქრობ, სამართლიანები ვიქნებით მათ მიმართ. ეზელ. მე არ ვიცი. ვინ რას გეუბნება, მაგრამ ამ გზით თუ წახვალ, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გექნება. მეგონა არ მოხვიდოდი. არ მინდოდა მოსვლა. მე შენია შენთან ურთიერთობის. თუ ასეა, რატომ გადაიფიქრე? ზოგჯერ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი საქციელის ახსნა. გარკვეა რას წარმოადგენს ეზელი ტეფო. ყველაფერი თუ ყველაფერი. სანამ რამე ფოკუსი არ ჩაუტარებია. ყველა საინტერესებს ვინ ხარ? ვის ხედავენ, როცა შენ გიყურებენ? ყველა იმას ხედავს, რისი დანახვა სურს. ჯენგიზი პარტნიორს ეძებს კარტის თამაშისთვის, თანამზრახველს ეძებს. ეიშანი ელოდება იმას, ვინც მას იხსნის. ალი ეძებს მტერს, რათა დაამარცხოს. ამიტომაც ყველაზე სახიფათოა მათ შორის. ბაჰარი სიყვარულს ეძებს. ნუ ნერვიულობ. ისინი გიყურებენ, მაგრამ ვერ გცნობენ. შენ კი მათი სისუსტეები იცი.
მაგრამ შენ ვის ხედავ, როცა შენს თავს უყურებ? ვის? დილა მშვიდობისა უფროსო. დილა ადრიან არ მინდოდა შენი შეწუხება, უпроსწორად კამილმა მითხრა არ შეაწუხო. შებნემ. ყავა მოგიტანო? პიჯაკი. არა, ეს არა. ეს მანქანაში ჩაიტანე, რამე სპორტული მომეც. ყოველთვის გეუბნები, რომ სწორედ ასეთი სტილი გიხდება. სად მივდივართ? თევზის დასაჭერად. რამე გაარღვია? ვერაფერი ბატონო. ესე იგი არაფერი არ არსებობს. ნუ გეშინია. არ მოკლავ. თქვი? მიდი. არაფერი არ არსებობს. ვერაფერს ვერ მივაგენი. არავით არის კომპრომატი. არა, არის რაღაც არის. რაღაც იმალება იმის უკან. ჯერ არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად არსებობს რაღაც. ამას ვგრძნობ. კარგი, მის შესახებ ვერაფერი, მაგრამ ამაც რა სიტყვი. ამათი საქმე ჯერ არ დამიწყია. ახლა დავიწყებ. ჩემზე წინ უგარბი ხარ. მე ჯერ არ დამივალებია. როგორც იტყვიან, თუ გინდა საქმე კარგად გაკეთე, შენ თვითონ უნდა გააკეთო. როცა წახვალ კარი დაკეტე. გარის დახურვა არ დაგავიწყდეს. მაშასე, შემდეგი შეკითხვა. შეკითხვები არ დამთავრდა? შეკითხვები როცა დამთავრდება, ინტერესი დაეკარგება ყველაფერს. რატომ? იმიტომ რომ უკვე მეწოდინება ვინ ხარ. მეწოდინება შენი საიდუმლოებები. თუ ადამიანს კარგად გაიცნობ, მის მიმართ ინტერესს კარგავ, არა? არა, რატომ? მე გარმითქვამს. აბა, გონი გაწითული. ხო? საუბრის თემას ნუცვლი. მაშასე, შემდეგი შეკითხვა. აირჩიე 2-დან 1, რა გირჩევნია მეტი? არც ერთი. 2-დან 1 უნდა აირჩიო. ადამიანები ყოველთვის ასე ამბობენ. მე მგონი რომ შენ მეთევზე ხარ. მე კი უფრო თევზი. რა საშინელებაა? როგორ მეწოდებიან? ძალიან მეწოდებიან. მაპატიე, მეგობარო, არ მინდოდა. წინ უნდა იყურო. მართალი ხარ, მაპატიე, მეგობარო. ნახე, გაცურეს. ახლა ჩემს გვერდით ნამდვილი გმირია. იქნებ გეჩვენება. რა თქმა უნდა. ნუ უყურებ იმას, რომ პატარა ბავშვი ვითვიქცევი. მე შესანიშნავად ვერ ყვევი ადამიანებში. რას მეუბნები? შენ გინდა ყველას ეგონო იდუმალებით მოცული, ვიცი, ყველასგან განდგომილი ტიპი, მაგრამ სინამდვილეში კარგი ადამიანი ხარ, ხომ ასეა? თუ ცდები? თუ ასე არ არის, თუ ცდები? იქნებ შენ ცდები. გამოდის, რომ ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი. ხო, ბევრი რამ. ახლა რაღა მოხდა? რა? გავწითლდი? ასე ახლოდან არ ჩანს.
მაპატი. სათხარ. მაღაზიაშია. ახლა ხანს მოვიდა. კარგი მოვდივარ. 5 წუთში მანდ ვიქნები. დამელოდე. სამსახური. ნიშნულოვანი საქმეები გაქვს? ო, შეხვედრა მაქვს. ერთი საქმე უნდა მოვაგვარო. სასწრაფო საქმეა. უცებ როგორ დასერიოზულდი? სულ სხვა ადამიანი გახდი. ვერც კი წარმოიდგენ რამდენად სხვა. გინდა დღეს ერთად ვივახშმოთ. გამარჯობა, მე კამილის მეგობარი ვარ და ზურვის სამსახურიდან. აქ აღარ ცხოვრობს, გაყრილები ვართ. ვიცი, უბრალოდ მისგან დიდი ხანია აღარაფერი ისმის. თხოვეს თქვენთან შემომევლო და გამეგო რა ხდება. მხოლოდ ახლა გადაწყვიტეთ ამის გაგება. მაპატიეთ, მე კამილი კარგად არის. 3 წელია აღარ სვამს. გადაეცეთ თქვენს მეგობრებს, რომ აზარტულ თამაშებსაც თავი დაანება. შესანიშნავია. მაინც ეს როგორ მოხდა? ერთი კაცი დაეხმარა. ეზელი. იცნობთ, ღმერთმა უშველოს. მან მოახერხა ის, რაც ხვებმა ვერ შეძლეს. მან ყველაფერი გააკეთა. მაინც რა? ჩემი ქმარი კინაღამ მოკვდა. შენ გაუწო დიდი ხელს მომაკვდავს. მან გაუწოდა. დია, შენ მამა ჩემის მეგობარი ხარ? გადაეცი სახლში დაბრუნდეს. კარგი? მაჰმედ, სახლში შედი. მამა ენატრება. არ მოდის ხოლმე? არა, არ მოდის. ვერ გვაპატია. მართალიც არის. ეზელმა მას სიცოცხლე აჩუქა. ეზელი ძალიან კარგი კაცია. ნამდვილად. თქვენი ქმარი მის გამო თავს გაწირავს, არა? მეორე სართულზეა. მაპატიეთ. ახლავე მოვალ. მაპატიეთ. შეგიძლიათ დამეხმაროთ. კი, ეს მომწონს. ეზელ? რა სიურპრიზია. რა თქმა უნდა მოგწემენ. თუ რამე ახალი იქნება დარეკე. დიდი მადლობა, მაგრამ არ მინდა. უკვე ვიყიდე, იქნებ გასინჯოთ. კარგი, ერთ კოვს გავსინჯავ. რა უნდა მოგცენ? თქვენი ლაპარაკი მესმოდა. ჯილდო, ლურჯი ბრილიანტი. ეს ყველაზე დიდი ჯილდოა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის. მართალია ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე და ახალი რაღაცეები შევიძინე. ალბათ საღამოს აღნიშნავთ ჯენგისთან ერთად. ვნახოთ. გაყოვნებთ არა? ხო მართლა, ბაჰარი დავპატიჟე ვახშამზე. მისთვის საჩუქრის ყიდვა მინდოდა. თუმცა არ ვიცი რა მოსწონს. ციგნი ხომ არ ვუყიდო? ციგნები უყვარს? არც კი ვიცი. კარგი. ეს ხომ არ ვუყიდო? არ ვიცი. მე მგონი ეს ძალიან უბრალოა. გასაგებია. აღარ გაგაჩერებთ. კარგი, მალე შევხვდებით. იმედია. ნახვამდის. ნახვამდის.
გჭირდებათ დახმარება. გინდათ ერთად დავარჩიოთ რამე. მართლა? მომეცით, დაგეხმარებით. ვთქვი არ მინდა მეთქი არა და ბოლომდე შევჭამე. სწორადაც მოიქეცით. მერტ, სად იყავი შვილა? პოლიციის განყოფილებაში. საჩივართან დაკავშირებით. ნუ ნერვიულობ, საქმე უკვე დაიხურა. ხელის მოსაწერად ვიყავი. ზმა ჯენგიზმა ყველაფერი მოაგვარა, როგორც ჩაგვირდა. ყველაფერი კარგადაა. ო, მასთან ერთად ახალგაზრდა კაცი იყო. ო, უცნაური კაცია. გახსოვს ფოტო ჩემს ოთახში? შევამჩნიე, რომ ვიღაცას მისთვის ადგილი შეუცვლია. წარმოგიდგენია? საინტერესოა რატომ? ფიქრობ შენს ოთახში იყო შესული? არა, რა შეშჭირდებოდა? ალბათ მე თვითონ შეუცვალე ადგილი, უბრალოდ არ მომეწონა ის კაცი. ამიტომ მომეჩვენა ასე. მერტ, როგორია ის ახალგაზრდა კაცი? მაღალი, კაცრი გარეგნობა აქვს და ცოტას ლაპარაკობს. მერტ, მითხარი რომელი? რა რომელი? რომელი ფოტო იყო სხვა ადგილზე? პატარა რომ ვიყავი, ეზოში გადავიღეთ სურათი მე და ჩემმა ძმამ. თქვენ რომ არ გიყიდეთ საჩუქარი? წუხვარ. რას ბრძანებთ, მით უმეტეს ჯილდო ჯერ არ მიმიღია. მიიღებთ. მე წავალ. დროებით. დროებით. ეიშან. ეს კაბა მოგწონთ? ლამაზია. შეიძლება დახმარება გთხოვოთ? თქვენ და თქვენს დას მსგავსი აღნაგობა გაქვთ. შეიძლება ეს კაბა მოიზომოთ. თქვენი ტელეფონი რეკავს? არა უშავს, კიდევ დარეკავს. ძნელი არ არის ერთი მხრივ დიდი სასტუმრო, მეორე მხრივ ბავშვი, ოჯახი. ძნელია, მაგრამ მომწონს, რასაც ვაკეთებ. ამიტომ ტვირთი უფრო მსუბუქი ხდება. ქალები განსხვავებულები ხართ. ზოგი ოცნებობს, რომ სახლში იჯდეს და ბავშვებს მიხედოს, ქმარს და ელოდოს, როდის მოვა სამსახურიდან, როდის მოიტანს ყვავილებს, ასეა? მათ ხართ? კი. მე არ დამიგეგმავს ჩემი ცხოვრება. განა შეიძლება ცხოვრება დაგეგმვის გარეშე. შეიძლება. ცხოვრებაში ორი გზა არსებობს და შენ ერთ-ერთს ირჩევ. მესმის. ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, რა მოხდებოდა მეორე გზა რომ აგერჩიათ? კი. ყოველდღე ვფიქრობ ამაზე. ზოგჯერ ადამიანს უნდა ყველაფერი უკან დააბრუნოს, ასეა? ხო, მაგრამ ეს შეუძლებელია. შესაძლებელი რომ იყოს? ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ? მოგწონთ? ძალიან.
მიხდება? კი, ძალიან გიხდებოდ. შესანიშნავია. ბაჰარს მოეწონება? მოეწონება. აუცილებლად მოეწონება. აირჩიე ერთი კარტი. მიდი აირჩიე, თუ არ აირჩევ, შეკითხვებზე არ გიპასუხებ. ნუ დავუახლოვდები იმ ეზელს. ჩვენ ვერ ვენდობით მას გესმის ეს? მესმის? გისმენ, რამეს მიაგენი? ვერაჯერ ვერაფერს. მაშინ ამოიღე კარტი. ამოიღე. განა შეიძლება ასეთი დამთხოვები იყოს. ყოველთვის მოულოდნელად გაჩნდება ხოლმე. თითქოს მიწიდან ამოძრაო. კაცი იფიქრებს სუპერმენიაო. ბახარ სულის გარშემო. გასაგებია. რა არის გასაგები? რა არის გასაგები? არაფერი. ის ნაბიჯვარი რაღაცას გეგმავს. ეს თუ არ გავარკვიე, ალი მარწუხი არ ყოფილ ვარ. კარგია, შენი მეთოდებით გაარკვიე. მე კი ჩემი მეთოდებით გავარკვე. ყველაფერს გავიგებთ. ნუ ნერვიულობ. ჯერ ვერაფერი ვერ გავიგეთ. ალო, ჩემო ლამაზო. როგორ ხარ საყვარელო? ხიარული ხმა გაქვს. შესანიშნავი დღეა. რას აკეთებდი? არაფერს. მაღაზიებში გავიარე. საღამოს აილინი მოვა ჯილდოს თუ მივიღებთ, იქნებ ერთად ვივახშმოთ. რატომ? ისე უბრალოდ, მომინდა. რამდენი პარკი გიჭირავს? ჩვენთვისაც ხომ არ იყიდე რამე? ეს ყველაფერი შენია, ამის გარდა. სერიოზულად? გამიმართლა, მაგარი უფროსი მყავს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მიზეზი ეს არის თუ? თუ რა? არაფერი. ანუ შებნემ. გისმენ. შენ თქვი ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდისო? შენ რა გინდა, ეიშანზე შური იძიო თუ უკან დაიბრუნა? შებნემ. გისმენ? კამილი წაგიყვანს, დღეს არ მჭირდები. მოვიდნენ. ბატონმა ჯენგიზმა თქვა, ნუ დაიწყე თავიდან. ეს შეხვია ჯენგიზ, მომისმინე. შენ ჩემი დავალება არ შეასრულე. ფრთხილად იყავი თორემ ბატონი ჯენგიზის ვერგიშველის გაიგე? გავიგე. ნამდვილად მჯერა რომ გულით ამბობ ამას, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილება შეიძლება ხვალ შეცვალო. ჩვენ ვდებთ პირობას, მერე კი სწრაფად ვივიწყებთ. რასიზამ ასეა. საკუთარ თავს ვაძლევთ პირობას და მერე ყველაფერი გვავიწყდება. ერთ მშვენიერ დღეს ეს სამყარო აღარ იარსებებს. რატომ დარდობს ადამიანი, როცა სიყვარული მთავრდება? სიყვარული დევნის ჩვენს ბედისწერას თუ ბედისწერა დევნის სიყვარულს? ჯერ ვერავინ ამოხსნა ეს საიდუმლო. სიყვარული დევნის ბედისწერას თუ ბედისწერა დევნის სიყვარულს?
Daasqi ღვინო, ძმისშვილო. Gelmeden önce haber versen diyorum. უნდა გეთქვა რომ მოხვიდოდი ძია. შენთვის ვეაჯობებდა, ირგვლივ ყველგან მტრები არიან. იმ ნაძირავაზე ამბობ, გარეთ რომ დგას. ალიზე მეკითხები? ხო. ნუ დარდო. ის ვერ დამინახავს. თელი ღამე არ მეძინა. წრიალებდი ლოგინში. Yatak rahat olur. ალბათ გადაჩვეული ხარ ციხის გარეთ ყოფნას. ო, მეც ასე ვიფიქრე. უცნაური სიზმარი ვნახე. შენ და მე სიზმრე. სხვათა შორის. ძილშიც არ გასვენებ არა? ხიდზე იდექი. ქვევით ცეცხლი გიზგიზებდა. შენ წინ ეშმაკი იდგა. ზურგს უკან კი ანგელოზი. ორივე გეძახდა. მე ყველა სჭირდები არა? ისინი უბრალოდ კი არ გეძახდნენ, ძმისშვილო. შეკითხვებს გისვამდნენ. რა შეკითხვებს? ერთ მხარეს ანგელოზი, მეორე მხარეს ეშმაკი. შენი აზრით, რას შეგეკითხებოდნენ? O soruyu ben her gün ყოველ დღე ვეკითხები ამას საკუთარ თავს. her gün yatakta Ömer იცი როგორია დაიძინო როგორც ომერმა და გაიღვიძო როგორც ეზელმა. ყოველ დილით, ყოველ დღე. günü dayı. ეგ ხუმრობა საქმე არ არის ძმისშვილო. თამაშობ ამ თამაშს თუ არა? Gelemem. არა. ხო. ისინი ყველანაირად შეეცდებიან შენს გამოცდას. შეკითხვებს დაგისვამენ. შენ უნდა შეძლო ჭოჭმანის გარეშე პასუხი. აგრძელებ თამაშს. თუ დანებდები. Dayı. ზია, Rüyada ვისთან წავედი სიზმარში? აი ეს არის ყველაზე მთავარი. არც ერთთან არ წახვედი. bir üçüncü şık. მესამე ვარიანტიც იყო? იყო. ცეცხლში გადახტომა. გამოიცანი ვინ ვართ? თქვენ ხართ ისინი, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს ამ ქვეყნად. გამოიცანი. Bildi valla. აბა? როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ? Güzel. შესანიშნავად. ძალიან საინტერესო დღე იყო. შენ რა კენი? Akşam olacak. ის გამომივლის და სახლში მოწავალთ. შენ რა ამასთან დადიხარ? Bilmem. არ ვიცი. Çıkmayayım. რა იყო? Hayır canım. არ უნდა შევხვდე? რატომაც არა, უბრალოდ მაინტერესებს. Dur dur. Senin ჯან, მოდი ნახე რა მოგიტანე. Şuradan ძადი გაზეთი მიყიდა. gördüm. ხედავ. Rezervasyon მე tamam. დამტოვებ და შენ წახვალ. Sen beni bırakıp oradan devam edersin. ბატონო ეზელ, წამომყევით თუ შეიძლება. რაღაც ცუდ ხასიათზე ხართ. არ გაინტერესებთ, სად მივდივართ? Sürpriz olsun. სიურპრიზი იყოს. Hoş geldin ortak. გამარჯობა. გამარჯობა. Özlettin kendini. მოგვენატრეთ. Ali'ye numaranı verdin. ალი შენი ნომერი მივეცი, გითხრა რომ ბატონი ჯენგიზი უშენო თამაშს არ დაიწყებდა ხომ ასეა? გადმოგცა? Bizler ეს დიდი პატივია ჩემთვის, თვითონ მოვიდა ჩემ წამოსაყვანად. Artık dünyayı dolaşıp გვეყოფა აქეთი კიცირბილი. bundan sonra oyun ამიერი და მხოლოდ აქ ვითამაშებთ. harika. მაგარია. Senin mi? შენი საკუთრებაა? yok canım. რა თქმა უნდა არა.
თურქეთში კაზინოს გახსნის უფლებას არ იძლევია. ჩემი მეგობრისა. საჭირო ხალხთან მეგობრობა ყოველთვის ეხმარება კაცს. ჩემს მეგობარს ამის გარდა კიდევ 6 სათამაშო სახლი აქვს სტამბოლში. Bekle hocam. მოიცადე მეგობარო, 1-2 წუთი მარტო დავდოვოთ. პატარა ბავშვი ხომ არ არის. გაიღიმე. რა წარბშეკრული ხარ? ალბათ ცოტას გიხდის, არა? ერთვი. სამსახურში არ ვსვამ. სამსახურში არ სვა. İş başında içmez. მე კი რაღაცას მოვკარიყორი. Ama ben şey... პოლიციაში როცა მუშაობდი, მაშინ ხომ სვამდი. Maşallah. არ გახსოვს არა? სუმთლად დაგავიწყდა. Aa, unutuyordum. ხო მართლა Mehmet selam söyle. კინაღა მამომივარდა თავიდან. Babam მეჰმედმა მოგითხვა შემოგითვალა. ama hanım öyle კითხა მამაშინ როდის დაბრუნდებაო, მაგრამ როგორც მივხვდი, ალბათოს დიდად არ უნდა შენი ნახვა. yanlış anladım. ნეტავ რატომ? Rutin kontrol. კარგი, ნუ იბრაზდები ეს ჩემი ყოველდღიური სამუშაო, ეს კაზინოა. გესმის? სანამ არ გაარკვევ ვინ არის, ცხოვრება ჭირს. Al sen şu აი გამომართვი. işleri. ეს ყვა. Sen biraz kolsan. გამომართვი, შენი იღბლიანი ყვა იყოს. შენ წადე ბედი. მიდი მეგობარო. სტამბოლი 2006 წელი. ეს საკმარისი არ არის. არ მომეკარო მეთქი, გესმის? Oynuyor musun? თამაშობ? Yapma. ეგარ გააკეთო. Sana ne oluyor lan? რა შენი საქმეა? შუმატი ჯეკი შენთვის. Var mısın? თამაშობ? Yapma. ეგარ გააკეთო. Oho, bu ne be? რა გჭირს? ჩაიხვიე? Var mısın yok? თამაშობ თუ არა? თამაშობ. Bas. მე არ ვთამაშობ. Ne? რა იყო? Ne var lan? რა იყო მეთქი, გეკითხები? გამიშვით. წაიღეთ, ყველაფერი წაიღეთ. ყველაფერი. წაიღეთ. ყველაფერი წაიღეთ. წაიღეთ ყველაფერი. ალიე. მეჰმედ. ალიე. Yeter ya. Bağırıp durma. Uyuyoruz. რა გაყვირებს ამ შუაღამისას? გააჩუმენა. მე პოლიციიდან ვარ. შედით სახლში. შედით. შედი. ალიე. შეიძლება შემოვიდე. წადი კამილ. წადი აქედან. შეიძლება. არა მორჩა, ყველაფერი მორჩა კამილ. აქ აღარასოდეს მოხვიდე.
ეგ არ გააკეთე. Kamil. კამილ, სტამბოლი, 2009 წელი. ყველაფერი გაიგო. სახლში იყო ჩემებთან. Onun da მისი ჯერიც მოვა. არ შეიძლება ყოველ დღე შენიგებდე. Kim demiş? ვინ თქვა ეგ? Eğer kasino sensin. თუ გაზინო შენია, შეიძლება ყოველ დღეს მოიგო. ასე არ არის? კამერებში არაფერი ჩანს. Desteğe baktın mı? გარტიში ამოწმე. სუფთა. ყველაფერი შევამოწმე. არანაირი ნიშანი არ ჩანს. O kadarını ben de ეგ მეც შევნიშნე, თვალი არ მოაშორო. Sen bir zahmet გაიგე? yakalayın. ყურადღებით დააკვირდი. შენ რა სიტყვია ზელ? Tebrikler. ჩამოვჯდები. შეიძლება? Teşekkür ederim. გმადლობთ. Yanınıza otur. გვერდით დაგიჯდებით. Bulaşır. შეიძლება კიდევ უფრო გაგიმართლოთ. Ben aslında კარტის არაფერი გამეგება. şimdi გუნებაში ალბათ უკვე ითვლით მოგებას. aslında წარმომიდგენია, როგორ გიხარიათ. tahmin კარგად ხვდები. İnsan შეიძლება იმის მიხედვით რა ადამიანი რატომ იგებს. yeni desteli. კარტის დასტა გამოცვალეთ, თუ შეიძლება. Keş altı. მე არ თამაშობ. Tahminde bu. მივხვდი. ჯიბეში რაღაც გაქვს. Senin bu cebinde ჯერ ამას ეხები, მერე კარტს. bir şey var. ჩვენ ვერაფერს ვხედავთ. Bunu kağıtlara შენ კი ხედავ. biz görmüyoruz. სპეციალური ლინზები გიკეთია. Çünkü gözümüzün კარტს ნიშნავს და ამ გზით უზარმაზარ ფულს იგებასია. Dağıtılmadan önce büyük oynayıp kazanıyorsun. Nasıl? Varsayım. ვისაც საჭიროა იმას თუ დაველაპარაკები, Adama söylersen. შენს ბევრ ფულს იშოვე. ხედავ იმათ, Memleketli adam შენს ზურგს უკან რომ დგანან. onunla ერთ-ერთს ალი მარწუხი ჰქვია. წავალ, იმას მოუყვები ამ ყველაფერს. არა, არ გინდათ. Olmaz o. ამის ნახევარს შენ გაძლევ. Yarısı. კარგი, კარგი, ნახევარზე მეც. Tamam. 4. ნახევარზე მეც მეთქი. gidiyoruz. წავედით. Belanı versin. ფუშენი. Nasıl yaptın? როგორ აკეთებდა ამას? რა გითხრა? რა? Yere yetiş. სადღაც ეჩქარებოდა. მოგებული ფული რატომ დატოვა? Para için. გასართობად თამაშობს, ფულისთვის არ აკეთებს ამას. სიმართლეს არ გვეტყვი არა? რომელ სიმართლეს? რაც ვიცოდი გითხარით. Olsa zaten დაცვის სამსახურის უფროსი ყავს, მის თვალს არაფერი გამოეპარება, ასე არ არის? değil mi? ხომ ასეა? Öyle. ასეა. Sen var ya. შენ რა ეშმაგი ხარ? Az değilsin ha. წამოდი რულეტკა ვითამაშოთ. Gel gel. Biraz Tamam. takılalım. გამომართვე. Ne o? ეს რა არის? Al müdürüm belki. გამომართვე, იქნებ შენი იღბლიანი ქვა აღმოჩნდეს. არ გეწყინოს. ხუმრობ. Nasıl biri bu Ezel? როგორია ეს ჩვენი ეზელი? Enteresan. საინტერესო ტიპია. En çok neyini seviyorum? იცი მასში ყველაზე მეტად რა მომწონს? სიმაღლე? ხო, Fena değil. მაღალი გია. Böyle biraz მაგრამ ისეთი სევდიანია, თითქოს ჭრილობა აქვს მიყენებული. სულ გინდა რომ გულში ჩაიკრა, თანაუგრძნო. öyle.
მაინც რა ჭრილობა აქვს ასეთი. სწორედ ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად. გარეგნულად თუ იმსჯელებთ მდიდარია, მოთამაშეა, პლეიბოია. საერთოდ ასეთი კაცები არ მომწონს, მაგრამ ეზელის გამო ისევ ღელავ კვდები. თვითონაც არ ვიცი რატომ. მღელვარება სიყვარულზე ძლიერია. რატომ? როცა ვიღაც გიყვარდება, ხომ არ იცი სიყვარული რას გიზამს? არ იცი, მღელვარება კი სულ სხვაა. თუ ვინმე ძვირფასია შენთვის, მასზე ღელავ და ამან შეიძლება გშთანთქოს. შენგან გიცდია ასეთი მღელვარება ვინმეს გამო? მაგალითად ჯენგისის გამო. არა. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომლის გამოც ძალიან ვღელავდი. მერე? შთანთქა ამ მღელვარებამ. ალო? გისმენ აილინ? მივიღეთ? მართლა? რა კარგია, ძალიან მიხარია. კარგი. მოვიდეთ. ალო ფუსტიკ. გისმენ ჩემო ლამაზო. ჯენგიზ მივიღეთ. რა? ჯილდო მივიღეთ. ჩემო სიცოცხლე აქ ხმაურია, მითხარი რა მივიღეთ. ჯილდო. საუკეთესო სასტუმროებს რომ აძლევენ. შედეგებს მთელი თვე ველოდებოდი. გამახსენდა. გილოცავ. შენ თუ არა სხვას ვის უნდა მიეღო ეგ ჯილდო? არ წავალ სადმე ამის აღსანიშნად. ჩემო საყვარელო, მომისმინე. მაგიდა შეუკვეთა ჩვენთვის, მაგრამ უეცრად რაღაც საქმეები გამომიჩნდა. მაგნატები მოვიდნენ. ახლა რომ წამოვიდე უხერხული იქნება. მაგრამ შენ თუ ძალიან გინდა, რა თქმა უნდა, წამოვალ. ისე ხომ იცი როგორი სამსახური მაქვს? კარგი, ვიცი რომ გაბრაზდი. კარგი, ახლა მოვდივარ. არ გინდა. ხვალ აღნიშნოთ. კარგი. გპირდები სიურპრიზს გაგიკეთებ. გპირდები რომ მოგეწონება. მიყვარხარ. მოიცადე, სად მიდიხარ? საღამო ახლა იწყება. სწორედ ამიტომ მივდივარ. სხვაგან ვივახშმებთ, გამილ. რამე პრობლემაა? არა, ჯერ არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ქალბატონი ეიშანიც შემოგვიერთდეს. მამა მოვიდა. არა, დღეს შეაგვიანდება. დედა, როცა მოვა გამაღვიძე. თითქმის დავასრულე თვითმფრინავის აწყობა, მაგრამ არ დაფრინავს. იქნებ მამამ ნახოს. კარგი. ახლა დაიძინე. ეს ჩემი საყვარელი ფერია. დიდი მადლობა. მოგეწონა? კი. გამარჯობა. წავედით? ასე დროს მუშაობ? შენ საქმეებზე გეკითხები. შეგრებიდან წამოვედი. ყველას ვუთხარი, უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს მეთქი. დაიგო. არ დამელოდო. გვიან მოვა. კარგი. ამაზე არ იდარდო. ხომართლა რა ქენით ჯილდოსთან დაკავშირებით? მივიღეთ. გილოცავთ. ხომ გეუბნებოდით? რა ჯილდოზე ლაპარაკობთ? ჩემთვის არაფერი გითხოვს. მოგიყვები, როცა დაბრუნდები. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დაგვატიჟებით, რომ ერთად აღვენიშნა, მაგრამ ჯენგიზი ალბათ სიურპრიზი გიმზადებთ. დიახ. ჯენგისთან ჯერ არ მელაპარაკია. ტელეფონი გამორთული აქვს. მაგრამ ნამდვილად ამზადებს რაღაცას. თქვენ წადით, გაერთეთ. ბაჰარ. მე ჯენგისთან ერთად ვიყავი. როგორ შენ არ თქვი, შეკრებიდან წამოვედიო. ეიშანმა დაურეკა. მათი ლაპარაკეს, მისი ტელეფონი გამორთული არ ყოფილა.
ყოველთვის ორპირი იყო. საბრალო ჩემი დაიკო. იცი თუ გინდა შეგიძლია დაპატიჟო. მართლა? დარწმუნებული ხარ? მის გამო ინერვიულებ, დარწმუნებული ვარ. აი ხომ გეუბნები სულ ვიღაცას ეხმარები. უბრალოდ ვცდილობ შენზე შთაბეჭდილება მოვახდინო. არ წასულ ხართ? მოემზადე. შენც ჩვენთან ერთად მოდიხარ. არა, რას ამბობ, ჯენგიზი დაურეკავთ და ისიც იქმოვა. ჩემმა დაიკომ ჯილდო მიიღო. მე კი არაფერი ვიცი ამის შესახებ. ჩვენთან ერთად მოდიხარ. წამოდი. არა, არ მინდა. ჩვენ უკვე გადავწყვეტეთ შენ მაგივრად. ნამდვილად. კარგი. ელიფს გავაფრთხილებ და ჩავიცვამ. არ გაბედო რომ ჩემზე ლამაზი იყო. აბა, სად მივდივართ? თევზის რესტორანში. რა მაგარია. ესე იგი თევზს შევჭამთ? ხო. დაიკო. ნამყოფი ხართ აქ? ერთხელ. ბატონო, ეზელ ყველაფერი ისეა, როგორც გსურდათ. დიახ, ყველაფერი შესანიშნავია, დიდი მადლობა. გემრიელად მიირთვით, მადლობა. რა საინტერესოა? ვინ ყავდა აქ? არავინ. კაცები ისეთი მატყუარები არიან, ასე არ არის? ალო, დაიკო. შენ რა საერთოდ არ მისმენ? ლამაზი ხედია აქეთ. რაღაცაზე ჩავფიქრდი. რას მეუბნებოდი? ბაჰარი ამბობს, რომ მატყუარა ვარ. სწორედ ასეა. კაცები არასდროს ყვებიან, ადრე რას აკეთებდნენ, ვის ხვდებოდნენ. ჩვენ კი ყველაფერს ვუყვებით. მე მოსაყოლი არც არაფერი მაქვს. რისი თქმა გინდა? არასდროს ყოფილხარ შეყვარებული. ვიყავი შეყვარებული. ერთხელ. მე რა მოხდა? მე მიყვარდა, მაგრამ მას არ ვუყვარდი. თქვენ? თქვენ იყავით შეყვარებული ჯენგიზამდე? არა. არ ყოფილ ვარ. მიყვარდა. ერთი ბიჭი მიყვარდა. ძალიან მიყვარდა. როგორი იყო? მიყვარდა მისი გამოხედვა. მისი შეხება. ოცნებები ჰქონდა და მომწონდა მისი ოცნებები. მე რა მოხდა? რამე დააშავა? გაწყენინათ? არა. არაფერი არ დაუშავებია. აბა რატომ დაშორდით ერთმანეთს? ეს დიდი ხნის წინ მოხდა. ეს ბედის წერა იყო. მე მგონი ადამიანები ერთ
ერთმანეთს ბედის წერის გამო არ შორდებიან. ეს მათი ბრალია. ეს ადვილი არ იყო ჩემთვის. მე რა მოხდა, როცა მიგატოვოთ? თავარია რომ მას არავინ მოუკლავს. სხვა ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ნახე მას შემდეგ რაც დაშორდით. კი. წლების შემდეგ მასთან მივედი. რისთვის? მინდოდა რომ ეპატიებინა. გაპატიეთ? არა, არ მაპატია. რა სასტიკი ადამიანი ყოფილა? როგორ შეიძლება საყვარელ ადამიანს არ აპატიო? არა, არ იყო სასტიკი. ყველაზე კარგი ადამიანი იყო, ვისაც კი ამ ქვეყნად შევხვედრი ვარ. მას ვუყვარდი. ჯენგიზმა მომწერა, რომ სიურპრიზი მომიმზადა და სახლში მელოდება. მე წავალ ბუდიშს გიხდით. მეც აგიყვან. არ არის საჭირო. კარგი, მაშინ თქვენს წასვლამდე ერთი სადღე გრძელო დავლიდეთ. ნამდვილ სიყვარულს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. და ბედის სერამ კი არ იმოქმედოს სიყვარულზე, არამედ სიყვარულმა იმოქმედოს ბედის სერას. ისე ვერ აღვნიშნეთ, როგორც საჭირო იყო. ეს მოიხურეთ, არ გაცივდეთ. შესანიშნავი საღამო იყო. ძველი ამბები გაგახსენათ? ალბათ გიჭირთ ამაზე ლაპარაკი უცნობ ადამიანთან. თქვენ ოცნობი არ ხართ. უბრალოდ ახლა მარტო ყოფნა მერჩევნია. ო, მაგრამ მარტო არ იქნებით. საყვარელი მამაკაცი გელოდებათ სახლში. ჯენგის მოკითხვა გადაეცით ჩემგან. ომერ. რაღაცას გკითხავ. ოღონდ ჩემ პირდი რომ სიმართლეს მეტყვი. კითხი. დღემდე არ დაგვიწყებია ის ქალი, არა? შენ პირდი რომ სიმართლეს მეტყოდი. სულ ჩემს თვალწინა. იქნებ სხვა ქალი გამოჩნდეს და დაგავიწყოს. უკვე გამოჩნდა. მართლა? კარგად ხარ? გინდა რომ კარგად ვიყო. რა თქმა უნდა. მაშინ ნება მომეცი რომ მაი ასე ვიჯდე.
გილოცავ ჩემო ლამაზო. სად არის? აქ რომ სათამაშო თვითმფრინავი იდო, სად არის? არ მოგეწონა? მე თვითონ გავბერე ეს ბუშტები. ამიტომ დამაგვიანდა. სად არის თვითმფრინავი? რატომ ბრაზობ? სადღაც მან დავდე. შემთხვევით ფეხი დავავიჯე, ვერ დავინახე ბოდიში. იცი ჯანი რამდენი დღეა წყობდა ამას? აქ შენთვის დატოვა. ახალს უყიდი ზუსტად ასეთივეს, ვერც მიხვდება სხვაობას. სხვა არ სჭირდება. ჯანს უნდოდა რომ შენთან ერთად თავის მამასთან ერთად ედამაშა. შენ რა გაგიჟდია იშან? გამაგებინე რა ადამიანი ხარ, სათამაშო უყიდე, ბუშტები უყიდე. მას არ სჭირდება სათამაშოები და ბუშტები, მას შენ სჭირდები, შენ. მოდი აქ. ხელი გამიშვი. მე ვჭირდები? მე ისედაც მის გვერდით ვარ 12 წელია. მე ყოველთვის აქ ვარ. ეს საკმარისი არ არის თქვი? გამიშვი. ესე იგი გჭირდებით, არა? ვარ, მე მიყვარხარ. ზუსტად ისე მიყვარხარ, როგორც ჩვენი გაცნობის პირველ დღეს. შენს გამო ყველაფერი გავაკეთე. მე არსად არ წავსულ ვარ. ყოველთვის თქვენ გვერდით ვარ. შენ კი? შენ. შენ. ჯობს ის თქვა შენ თვითონ სად ხარ, ეიშან? შენ. შენ რას ელოდები? კიდევ რას ელოდები? კიდევ რას ელოდები? არ ვიცი ჯენგის. არ ვიცი რას ველოდები. უკვე გვიანია, დაისვენე მომთას. არ დავღლილ ვარ. დაისვენე. ხომ გითხარი, არ დავღლილ ვარ მეთქი? არ დავღლილ ვარ. ყველაფერი კარგადაა. ესენი კარგი ხალხია. ქვეყანაში უმუშევრობა, ჩვენ კი სამუშაოს გვაძლევენ. მომთას რაღაცას გეტყვი, ოღონდ არ გაბრაზდე. ჩვენი ომერი. გეყოფა მელიხა. მათ უფლება არ მოგწეს რომ გვენახა. შენი არ გინახავს. რა საჭიროა ეს ლაპარაკი? მომისმინე ბატონო მომთას. ნუ ბრაზობ. მათ არ გვაჩვენეს ომერი. რაღაც ფურცელი მოგწეს და გვითხრეს მოკვდაო. მელიხა. მომისმინე ბატონო მომთას. დედა ყოველთვის ყველაფერს გრძნობს. მაინც რას გრძნობ? რას? მომისმინე. ჩვენ გვითხრეს თქვენი შვილი დამნაშავეო. გვითხრეს კაც ტყვია ესროლაო, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია. გვითხრეს ომერი მოკვდაო, საფლავი გვაჩვენეს და გვითხრეს აქ არის დამარხულიო. მე ეს არ მჯერა. ნუ ფიქრობ ამაზე. ნუ ფიქრობ ამაზე მელიხა. მე ვიცი ჩემი შვილის სურნელი. ვიცი მისი ხმა. რა გონია ჩემ შვილს ვერ ვცნობ? გონია ვერ ვცნობ, რადგან ბრმა ვარ. ჩემი შვილი. მოკვდა. ომერი მოკვდა მელიხა. ჩვენი შვილი მოკვდა მელიხა. ღმერთის მაინც შეგეშინდეს მელიხა. არ გინდა, შეეგუე ამას. შენ რასაც აკეთებ ცოდოა.
და შვიდობით განისვენოს. იქ მაინც იპოვოს მისმა სულმა სიმშვიდე. ის მოკვდა მელიხა. გაიგე, ეს სოდვაა, რამდენი წელია მის საფლავზე წევხარ. შენ მხოლოდ ომერის დედა არ ახარ, მერტის დედაც ხარ. და კიდევ ჩემი ცოლი ხარ. უფლება არ გაქვს ასე მოგვექცე. ამის უფლება არ გაქვს. შებნემს უთხარი თავისუფალი ხარ მეთქე. აქ რას აკეთებს? შენზე ვღელავდით. წამოდი, შენ წაგიყვანს. შენ წადე კამე. რა გინდა? წადი შენს ცოლ-შვილზე. წადი. ჯერ ადრეა. თუ ჯერ ადრეა, მაშინ როდის მოვა დრო? ამ საქმეს მორჩებით და წავა. კარს გავაღებ და შევალ და ვერასოდეს ვერავინ ვეღარ გამომეყვანს იქიდან. ოჩახ, კარგია. შენ რას აპირებ მერე? რის მერე? მტრებს რომ გაუსწორდები მერე? მერე რა უნდა დავაპირო, კამილ? მე მომავალი არ მაქვს. ჯერაც ვერ მივხვდი ამას, არა? მე არა ვარ. მე მოვკვდი წლების წინ. ის საფლავი ცარიელი არ არის. იქ მერწე ვარ. წადი ილოცე, ჩემი სულისთვის. ჩემზე არაფერი უთქვამს? ენა დაიმოკლე. და დაფიქრდი, როცა მასთან ლაპარაკობ, გასაგებია? იქნებ ჯობია საერთოდ აღარა მოვიღო ხმა. სულ რაღაცაზე ჩორჩულებთ. როგორც კი მოვალ, მხოლოდ ერთი ფრაზა მესმის. შებნემ ყავა. სახლამდე გაგაცილო? არ მჭირდება. გავიგე რომ უმნიშვნელო როლი მაქვს ამ საქმეში. შებნემ პიჯაკი მომაწოდე. შებნემ ყავა მომიტანე. გაჩუმდი? ის შებნემეს, შებნემის? ბატონო ალი, რას აკეთებთ? გაგახსენდი ვინ ვარ? ბატონო ზელსლაურეკავ. ნუ გეშინია, ცემას არ გიპირებ, უბრალოდ თვალს აგიხეო. არ მესმის რაზე მელაპარაკებით. იმაზე რომ ვიცი ვინც ხარ, სახელი ისმაილი რამეს გეუბნება? ბებერი მოთამაშე, რომელიც შენს მახეში გააბი. ახლა ჩემს შეცდენას ცდილობ. რა სისულელეა. გამიშვით. კარგი წადი. რა თქმა უნდა წავალ. შენ შანს უშვებ ხელიდან. თქვი რისი თქმა გინდოდა? კარგი გოგო ხარ. ყოჩა. რამდენ ფულსაც არ უნდა გიხდიდეს ეგ არ ამზადა. მე ორჯერ უფრო მეც გადაგიხდი. დაფიქრდე. ორჯერ მეც. რა გინდა? სახლი მანქანა. იმაზე ორჯერ მეც გადაგიხდი. ჩუმად იყავი, ნუ შეწუხდები. ხვალ დილით 8 საათზე ცენტრალურ პარკში მოხვალ. ეზელზე რაც კომპრომატი გაქვს თან წამოიღებ. ჩუმად არაფრის თქმა არ არის საჭირო. გულში გაიმეორე რომ ორჯერ მეტ ფულს მიიღებ. ორჯერ მეც.
სტამბოლი 2006 წელი. ისმაილ, 8 карат. 8 კარატია. ძალიან ბევრი ფული გადავიხადე ამაში. გამომართვი, Adamlar biraz მალე მოვლენ. gelecekler. რაც გინდა ისქემი, მთავარია Yaparsın adam. ეს ჭიქებში ჩაუყარო. შენი იმედი მაქვს, გასაგებია? კი, მაგრამ ისმაილ, არაფერი არ მოხდება. ერთ-ორ საათს დაიძინებეთ, სულ ეს არის. რა იყო, რამ შეგაშინა? Sonra შებნემ. შებნემ. სასმელი გათავდა. კიდევ მოგვიტანე. buyurun özel bir. გთხოვთ ბატონო ეზელ, რატომ არაფერს ამბობთ? კიდევ 10,000. Pasi. მეც Bu da pas. ესეც პასს ამბობს. ისმაილ, როგორ ხარ? როგორ მიხდი? ასეთი სამუშაო მაქვს. შებნემ. პისტოლეტი. მე რა ვქნა? შეგიძლია დარჩე. Ya da açacaksın. მაგრამ თუ თვალი აგეხილა, შეგიძლია ჩემთან ერთად წამოხვიდე. სტამბოლი 2009 წელი. დეიდა, რას აკეთებ? დილამშვიდობისა, ჩემო კარგო. კარგად გამოიძინე? ხო? ნეტავ მე შემეძლოს გამოძინება. მამა, ჩემი თვითმფრინავი სად არის? ავაწყე. აწყვე? სად არის? აი სად არის? მაგარი ხარ, მამა. თავი მისკდება. ეიშანი სად არის? სადღაც წავიდა. თქვა საუზმისთვის დავბრუნდებიო. რას ვზეიმობთ? რატომ არის აქ ამდენი საჭმელი? შეიძლება სტუმარი გვეწვიოს. შებნემი სად არის? რაღაც საქმე აქვს. სადილზე ისტიკლალში იქნება. დაურეკე, შეახსენე, რომ შეხვედრა გვაქვს. Bir tarafta şey. ერთ მხარეს ეშმაკია, მეორე მხარეს ანგელოზი. ისინი ყოველ წუთს გიწყობენ გამოცდას, Ama bazen მაგრამ ზოგჯერ bazı ისვენებენ. günler ikisi de paydos verirler. Öyle günlerde ასე დროს ცუდი ადამიანები იმარჯვებენ ხოლმე.
კარგები კი სასოწარკვეთაში არიან და სასწაულს ელოდებიან. ღმერთო დიდებულ დამეხმარე უფალო. ეს გრძნობა არ მშორდება. ან დამეხმარე, ან გამათავისუფლე ამ გრძნობისგან. ან ომერი დამიბრუნე. გეგონა ვერ გავიგებდი? შენ გონია მინდოდა რომ ვერ გაგეგო? შეკითხვები თუ გაქვს მე შემეკითხე. მართალს ამბობ. რა თქმა უნდა შეიძლება გკითხოთ კიდეც კაცმა, მაგრამ კარგად ვიცნობ თქვენნაირ ადამიანებს. იდუმალებით მოსულ ტიპს თამაშობთ. მართალი ხარ ალი, შენ მე არ მისნობ. მართლა? შენ თვითონ არ მიცნობ. ნუ იქნები ასეთი თავდაჯერებული. შეიძლება იმაზე გაცილებით უკეთესად გიცნობ, ვიდრე შენ გონია. თუ მიცნობ კარგია. თავს არ დაგანებებ. მეძებარი ძაღლებით მუდამ კვალ მოყვები. ზვირფასი მანქანები, ზვირფასი სუნამო. ამით ვერ ამიბნევ თავგზას. მე უკვე ვგრძნობ შენს ნამდვილ სუნს. გარეუბნიდან ვხედავ როგორი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაცვია. ყველაფერს ვხედავ და იცი რატომ? იმიტომ რომ ორივემ ვიცით ვინ ვართ სინამდვილეში. რას წარმოვადგენთ? ეს ორივემ კარგად ვიცით. მაშინ გულახდილად გეტყვი ალი. შენ მე ვერ მაჯობებ. ეს ჯერ დასაწყისია. ნახოთ მე რა იქნება. ასე იყო როცა გარაჟში მუშაობდი. და ასე ახლას. გასაგებია. ამ საუბარს სხვა დროს დავასრულებთ. მაშინ კი ცხარე-ცრემლით გატირებ და საჩუქარსაც გაგიკეთებ. და იმახსოვრე, ამ საუბარს იქიდან გავაგრძელებთ, სადაც ახლა გავჩერდით. მოდი შევთანხმდეთ. ერთ მშვენიერ დღეს კარს გავაღებთ. ოთახში შევალთ და ყველაფერზე ვილაპარაკებთ. სწორედ ასე მოვიქცევით. დილამშვიდობისა, ბაჰარ. რა თქმა უნდა მოვა. დიდი სიამოვნებით. კარგი დროებით. ამ საუბარს სხვა დროს გავაგრძელებთ. ბაჰარის საუზმეზე მეპატიჟება. შენს საგიყვანდი, მაგრამ მათ არ დაუპატიჟები ხარ, ასე რომ უხერხული იქნება. მე მგონი ამას შენც ხვდები. ზოგჯერ ბედისერა ისე ირჩევს შენთვის გზას, რომ არაფერს გეკითხება. შენს ცხოვრებაში ხდება დამთხოვები და შეხვედრები. და როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი უკვე ჩავლილია, მოულოდნელად აღმოჩნდები პირისპირ მათთან, ვისაც სრულიად არელი. ვინ არის? დაიდა მელიხა. ეიშანი. ჯენგიზის ცოლი. აქვე დგას 10 მეტრზე. საერთოდ არ შეცვლილა. ზუსტად ისეთივეა, როგორიც იყო. რას აკეთებს? თავშალი დაიფარა. მიტრიალდა და წავიდა. ბერტ. ისაკ აღარ მოვა დედა. თუ კი ჩემი ძმის მიმართ ოდნავი პატივისცემა მაინც შერჩა, აღარ მოვა.
ის ვერ მოვა ჩემი ძმის საფლავზე. ვერასდროს. მოიცადე. მათ თქვეს ომერი ქურდიაო. მათ თქვეს ომერი მკვლელიაო. განა ასე ექცევიან საყვარელ ადამიანებს. დაიდა მელიხა. ასე ექცევიან. განა საყვარელ ადამიანს ცილს წამებენ. ციხეში უშვებენ. საყვარელ ადამიანს კლავენ. რა გითხრათ? რაც არ უნდა ვთქვა, არ დამინჯერებთ. და ყველაფერი ტყუილი იქნება თქვენთვის. მაგრამ დაიდა მელიხა. იცოდით, რომ მეც მოვკვდი ომერთან ერთად. ასე ვთქვი სასამართლოზე. მაგრამ იმ დღეს მხოლოდ ის არ მომიკლავს. თავიც მოვიკალი. შეგიძლიათ დამადანაშაულოთ, არ მაპატიოთ. მაგრამ მე მიყვარდა ომერი. შვილო,